სერბეთის 4 ქალაქში, ბელგრადში, ნოვი-სადში, კრაგუევაცსა და ნიშში ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში. საპროტესტო მსვლელობა უნივერსიტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა მთავრობის ეწოლისა და მათ წინააღმდეგ სიზულვილით მიმართული კამპანიის გასაპროტესტებლად მოაწყვეს. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც სერბეთის სამხრეთში ერთ-ერთი ქალი უნივერსიტეტის დეკანს თავს დაესხა. მომხდარი ინციდენტი საზოგადოებამ სიზულვილის ენას დაუკავშირა, რომელიც, როგორც აცხადებენ, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებისა და პროსამთავრობო მედიებიდანაც მომდინარეობს. ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავს პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველობის მიმართ. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ ნოემბერს რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამოშლას 16 ადამიანი სიცოცხლე ემსხვერპლა. ჩვენ აღარ გვაქვს არჩევანი, ყველა უნდა გამოვიდეთ და ვთქვათ, რას ვფიქრობთ, რა გვინდა და რა არა. ნეიტრალურები ვეღარ ვიქნებით. აქ ვართ, რადგან ხალხის წინააღმდეგ გრძელდება რეპრესია. პირადად მე აქ ვდგავარ იმ სტუდენტების გამო, რომლებიც ნოვი-სადში ციხეში არიან, ასევე ნიშსა და ნოვი-სადში მყოფი პროტესტის მონაწილეების გამო, იმ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო, რომელიც უნივერსიტეტების პროფესორებსა და დეკანებს მიაყენეს. ჩვენი ვალია ამას წინააღმდეგეთ და გავაპროტესტოთ. პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი საპროტესტო ტალღას დასავლეთის მიერ ორგანიზებულ შეთქმულებად აფასებს, რომლის მიზანიც სერბეთის დესტაბილიზაციაა. მიუხედავად იმისა, რომ დემონსტრაციები ძირითადად მშვიდობიანად მიმდინარეობს, რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი მაინც იყო. მთავრობის ახალმა რეგულაციებმა ჩვენი აკადემიური საზოგადოება გაანადგურა. ჩვენი ხელფასი მაქსიმალურად და უკანონოდ შეამცირეს. დღეს ბელგრადის უნივერსიტეტის ლექტორებსა და პროფესორებს ჩაერიცხათ თანხა და ერთი თვის ხელფასი სრული პროფესორისთვის სულ რაღაც 80 евро იყო. მთავრობა გაფიცულ მოსწავლეებსა და პროფესორებს ხელფასებს აღარ უხდის. ხელისუფლების წარმომადგენლებმა საჯაროდ მოითხოვა ბელგრადის უნივერსიტეტის რექტორის ვლადან ჯოკიჩის დაპატიმრება.